გამარჯობა გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას. მე ვესალმები სტუმრებს, დარჩით ჩვენთან. მოდით გიხდით დაგვიანებისთვის ჩემო კარგებო, რაღაც მიზეზების გამო დრო ვერ გამოვნახე. სამწუხაროდ ჩემი ენერგეტიკაც არ იყო ისე სუფთა, არ იყო იმისთვის მზად, რომ თქვენთვის სრულფასოვანი გაშლები გამეკეთებინა და ამიტომ თავს ვიკავებდი, რომ ეს უარყოფითი ემოციები და ენერგიები, რაც ეს პერიოდი ჩემში არსებობდა, გადამელახა და ამიტომ გაშლებსაც არ ვაკეთებდი შეგნებულად, მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი დამთავრდა და გავაგრძელოთ მუშაობა. დღეს ვნახოთ ესეთი გაშლა საჯარო რა დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. ანუ გაქვთ რაღაცა კონკრეტული მიზანი, გეგმა და ვნახოთ მერე რა დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში. გავაკეთოთ, ვნახოთ, კარგს ვკითხოთ, იმპერატრიც ამოვიდა, სამი ვარიანტი. მოვნიშნავ ესე. თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ გამოსცადოთ თქვენი ინტუიცია და ჩაიფიქროთ რომელიმე ვარიანტი. მაგრამ იცით რომ წავიკითხავ წინა ისტორიას, წავიკითხავ მინიშნებებს და აქედან გამომდინარე შეგიძლიათ უსმინოთ სამივე ვარიანტს და გამოარჩიოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ რომ ეს არის საჯარო გაშლა, შეუძლებელია რომ იყოს სრულფასოვანი პირადი კონსულტაციის მსგავსი, მაგრამ გამოხმაურებები მაინც ადასტურებს იმას, რომ თუ კი ემთხვევა სრული სიგნიფიკაცია თქვენს ისტორიას, პროგნოზით სრულდება და მაინც იყავით ყურადღებით, რომ რამე ზედმეტი ინფორმაცია, რაც თქვენთვის მიუღებელია, არ მოიზიდოთ. ნახოთ პირველი ვარიანტი. რა ხდება დღეს თქვენს თავს და რა კონკრეტული მიზანი გაქვთ? ჩანაფიქრი რა არის და აი ამ ჩანაფიქრის მიღწევაში რა დაგეხმარებათ? ჯერჯერობით თითქოს რაღაცა პაუზა, სტაგნაციის პერიოდში იმყოფებით, შეიძლება ძალის მოკრეფას ცდილობთ მომავალი ბრძოლისთვის, აქტიურობისთვის, მაგრამ გჭირდებათ დასვენება ჩემო კარგებო. აქვე რუნა ინგუზი გვეუბნება, რომ ენერგიის ნაკლებობა გაქვთ, ანუ გჭირდებათ ენერგია, მინიშნება იმაზე, რომ ენერგიის დაგროვება არის საჭირო მომავალი აქტიურობისთვის. ასევე ინგუზი არის დახმარების რუნა სამყაროსგან, ენერგიებისგან დახმარების რუნა და არის იმის წინაპირობა, რომ როცა ძალას მოიკრებთ, ყველაფერი შესაძლებელი იქნება. ვნახოთ მაინც კონკრეტულად რის მიღწევას ცდილობთ. ჩემო კარგებო, როგორც ჩანს, თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა და ეს სტაგნაციის პერიოდი, გაუცხოვების პერიოდსაც დავარქმევ, ეხება თქვენს პირად ცხოვრებას, კონკრეტულად შეიძლება ერთ ადამიანზე იყოს ლაპარაკი, ან იმ სოციუმზე, ახლობლებს ვიტყოდი, სოციუმი მთლიანად არა, ახლობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები, რომლებისგანაც თქვენ ვერ იღებთ სათანადო დახმარებას, სათანადო დაფასებას, გაქვთ ურთიერთობებში პრობლემები და ძალიან ხართ გულდაწყვეტილი და ფიქრობთ, რომ დრო მოვიდა ამ ყველაფერს წერტილი დაუსვათ და დაიღალეთ ამ ყველაფრის ზიდვით, ჩემო კარგებო, საკუთარ ზურგზე ზიდვით. ეს ურთიერთობა კონკრეტულ ადამიანთან თუ მთლიანად ოჯახთან, შეიძლება ეს არ არის თქვენი ოჯახი, არის მეუღლის ოჯახი, ეს ერთ-ერთი ვერსია დავასახელე. ყველა მოარგეთ თქვენ სიტუაციას, არის თქვენთვის უკვე ზედმეტი ბარგი, ჩემო კარგებო და ფიქრობთ შეცვალოთ ეს ყველაფერი, აი მთლიანად კომბინაცია ისეთ შეგრძნებას ტოვებს, აი ბუნება რომ გაიყურსება მეხის გავარდნის წინ. მოგეხსენებათ, ძალიან მიჩუნდება ხოლმე ყველაფერი, ჯიტები ჟღურტულს შეწყვეტენ, გაისუსება, გაიყურსება ბუნება, ვიდრე მეხი გავარდება და თქვენც თითქოს აი ამ გეგმებს ატარებთ გულში, როგორ დააღწიოთ თავი ამ სიტუაციას და მეხის გავარდნასავით იქნება ეს ყველაფერი იმ ადამიანისთვის, ან ადამიანების ჯგუფისთვის, ვინც თქვენ ასე მოგაბეზრათ თავი, აი სულ მინიმუმ ყველაზე მსუბუქი ნათქვამი იყოს მოგაბეზრათ თავი. ვნახოთ რა დაგეხმარებათ, რა ან ვინ დაგეხმარებათ აი ამ თქვენ ჩანაფიქრში, ჩანაფიქრის ასრულებაში და მიზნის მიღწევაში.
ჩემო კარგებო, დიდი ალბათობით დაგეხმარებათ ძველი მეგობარი, დიდი ხნის მეგობარი, ბავშვობის დროინდელი, სტუდენტობის, მოსწავლეობის, შეიძლება ყოფილი თანამშრომელი ადამიანი, რომელთანაც გააქვთ ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა და პირველ რიგში დაგეხმარებათ ამ სიტუაციიდან მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, როგორც ჩანს, ეკონომიურად ხართ დამოკიდებული, არ იცით როგორი ცხოვრებთ იმის შემდეგ, რაც გადადგავთ ამ ნაბიჯს და ზურგში აქცევთ ამ ყველაფერს თქვენთვის დარწმუნებულ სიტუაციას ადამიანებს და ნამდვილად გჭირდებათ დახმარება და დახმარება აუცილებლად გამოჩნდება, მთავარია მიიღოთ გადაწყვეტილება და აირჩიოთ საკუთარი თავი, საკუთარი სიმშვიდე, წარმატება და კეთილდღეობა. იქნება, რა თქმა უნდა, მძიმე გადაწყვეტილება ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან მოგიწევთ ყველაფრის ზურგს უკან დატოვება. თუ რამე დახმარება გაქვთ, შემოსავალი გაქვთ ამ ადამიანების მხრიდან, ეს შემოსავალი ყველაფერი შეწყდება, ეს დახმარება შეწყდება, მაგრამ სამყარო არ დაგტოვებთ მარტო ის და გამოჩნდება აუცილებლად დახმარება ძველი მეგობრის სახით. ყველა მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს, ჩემო კარგებო, დგება განწმენდა. მართალია საქმე ისე სწრაფად არ წავა და არ მოგვარდება ყველაფერი როგორც თქვენ გინდათ და როგორც სასურველია თავისთავად, მაგრამ მოთმინებით და შემართებით ყველაფერს მიაღწევთ. დადგა დრო იფიქროთ საკუთარ თავზე, აირჩიოთ საკუთარი თავი, საკუთარი სიმშვიდე, კეთილდღეობა და ბედნიერება და როდესაც თქვენს არჩევაში და გადაწყვეტილებაში აბსოლუტურად დარწმუნებული იქნებით და გადადგავთ ამ ნაბიჯს, უეჭველი, აი 100%-ით გვაჩვენებენ იმას, რომ დახმარება არ დააყოვნებს და სამყარო გიწვდით დახმარების ხელს, რადგან როგორც ჩანს გაიარეთ ის გაკვეთილი, რაც უნდა გაგევლოთ, თუ იყო კანმულვალზე ლაპარაკი ვიღაცის წინაშე, ეს ვალიც მოხდილი გაქვთ, გასტუმრებული და ასე რომ შეგიძლიათ თამამად იმოძრაოთ მომავლისკენ. მეორე ვარიანტი იმპერატრიცა ვნახოთ, ეს იმპერატრიცა თავად თქვენი აღნიშნულია თუ ჩაფიქრებული ადამიანის, პირველ რიგში ეს არის კეთილდღეობა, სრულყოფილება, სიმშვიდე, მოზომილი ცხოვრება, თუ ესე ზოგადად ვილაპარაკებთ, ეს არის ადამიანი, რომელიც ქმნის, რომელიც ფლობს, რომელიც პატრონობს, ეს არის უპირობო სიყვარული, დედის სიყვარული შვილის მიმართ და ასე შემდეგ. და ვნახოთ რა სიტუაციაში იმყოფებით, რისი მიღწევა გინდათ, შეიძლება სულაც ეს იყოს მანიშნებელი იმის, რომ გინდათ იმპერატრიცას სტატუსი, შესაძლებელია იყოს ესეთი მინიშნებაც ვიღაცას შვილი უნდოდეს და რეპროდუქციულ ასაკში ვინც არის და ფიქრობს იყოლიოს შვილი და შეიძლება რაღაცა პრობლემების გამო არ ყავს შვილი და ეს იყოს თქვენი მთავარი საზრუნავი, არ არის გამორიცხული აქ ახალი ოჯახის ახალი წევრზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ნახოთ ზოგადად რის მიღწევას ცდილობთ. ჩემო კარგებო, მარტივი, ძალიან მარტივი ფრაზა, უნებრივი მოთხოვნილება ადამიანის, მოდის მარტივი ფრაზა, გინდათ ბედნიერება, ყველას უნდა ბედნიერება, რა თქმა უნდა, არეპოტინებით რაღაცა, თქვათ, წარმოუდგენელს, მიუწვდომელს, უბრალოდ გინდათ მყუდრო ადამიანური ბედნიერება მეუღლესთან ერთად, აქ უეჭველი არის წყვილზე ლაპარაკი და ვფიქრობ კანონიერ დაქორწინებულ წყვილზე, ნუ ყოველ შემთხვევაში დიდი ხნის თანა ცხოვრება მაინც მოიაზრება, გინდათ ოჯახური სიმყუდროვე და ბედნიერება და რაღაც უშლის ამას ხელს, თქვენს ბედნიერებას უშლის რაღაც ხელს. ეს დიდი ხანია ეს პრობლემა არსებობს წყვილში, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ აი სულ ცოტა რო აკლია ადამიანს სრული ბედნიერებისთვის და აი ამ სიტუაციაში იმყოფებით. შეიძლება არის ესეთი მინიშნებაც, რომ ვიღაც მესამე ზედმეტი ერეოდეს თქვენს ურთიერთობაში, მაგრამ აქ არ არის ლაპარაკი ღალატზე, ანუ საყვარელზე, პარტნიორის მხრიდან ღალატზე არ არის ლაპარაკი, აქ უფრო ენები მოდის, აი ენები, ვიღაცა თითქოს რაღაცას უჩიჩხინებს თქვენს პარტნიორს, ეს ბჭყალებში კეთილის სურველები, კარგი მრჩეველები რო გამოჩნდებიან ხოლმე და რაღაცა ეს დიდი ხანია, ძალიან დიდი ხანია ეს გრძელდება და თქვენი მთავარი მიზანია, რომ ეს ხელისშემშლელი ფაქტორებს ლიკვიდაცია გაუკეთოთ თქვენი წყვილიდან, თქვენი ცხოვრებიდან. ეს არის თქვენი მიზანი.
მაგრამ აქ მიჩნდება ლოგიკური კითხვა, აი რა უშლის თქვენს ბედნიერებას ხელს და დავსვათ ეს კითხვა. რა უშლის თქვენს ბედნიერებას ხელს? მეორე ვარიანტი ვნახოთ, რომ უფრო ზუსტი იყოს ინფორმაცია. როგორც თქვი, ჩემო კარგებო, აქ არიან მართლაც ისეთი ადამიანები, რომლებიც ერევიან თქვენს ცხოვრებაში. ესენი არიან ქალბატონები. რა თქმა უნდა, 90% რეზონირდება ქალბატონებზე. დედოფლები ამოგვივიდა, მაგრამ ეს ფაქტი არაა, რომ ყველასთვის როგორც ქალბატონი ისე რეზონირდება. მაგრამ მაინც არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის საჯარო გაშლა და თქვენ სიტუაციას უნდა მოარგოთ. და ეს ქალბატონები, არც ვფიქრობ, მულები და ქალები, მული და დედამთილი, სიდედრით და ცოლისდა და ასე შემდეგ. მოდის ესეთი ენერგია, რომ ამ ადამიანებთან გაქვთ მჭიდრო კავშირი, აქტიურად მონაწილეობენ თქვენს ცხოვრებაში და რაღაც გარკვეული დოზით აგრესიაც მოდის ამ ორი ქალბატონიდან და ესენი გიშლიან ხელს თქვენს ოჯახურ ბედნიერებაში, თქვენს სიმყუდროვეში, თქვენს კომფორტის ზონას არღვევენ, თავიანთი ალბათ პრეტენზიებით, რაღაც ჩარევებით, არასწორი ინფორმაციებით და ასე შემდეგ. საკითხი მაშინ ასე დგება, ვიკითხოთ, როგორ შეძლებთ ამ ქალების თავიდან მოშორება, სხვა კითხვა არ ჩნდება, რა დაგეხმარებათ ოჯახური სიმყუდროვის და ბედნიერების მოპოვებაში, აი რა მოუხერხოთ ამ ყველაფერს. ჩემო კარგებო, აქ არის ზუსტად აი კონკრეტულ მოქმედებაზე ლაპარაკი და მიდგომაზე ლაპარაკი ამ ადამიანებთან. დაგეხმარებათ ის, რომ უფრო აქტიურად გამოხატოთ თქვენი პოზიცია, არ გაჩუმდეთ იქ, სადაც ზოგჯერ ჩუმდებით და არ არის სასურველი, რომ ჩუმად იყოთ. ტავტოლოგია გამომივიდა, მაგრამ ვცდილობ აზრი უფრო ზუსტად მოგაწოდოთ. ანუ დაიცვათ თქვენი ტერიტორია და მარტივიანით რო ვილაპარაკოთ, აჩვენოთ ბჭყალები იმ ადამიანებს, როგორც ჩანს ახლა საერთო სურათი იქნება ისეთი, რომ თქვენ ძალიან მომთმენი ადამიანი ხართ, უწევთ ანგარიშს იმას, რომ ესენი არიან ახლობლები, ნათესავები, თქვენი მხრიდან თუ მეუღლის მხრიდან, რომლებიც ერევიან თქვენს ურთიერთობაში. და თქვენი კულტურის, თქვენი ღირსების გამო უფრო ვფიქრობ, რომ ეს იმპერატრიც არის თქვენი სიგნიფიკატორი და არ განსაზღვრავს სიტუაციას. და აი ამ თქვენი თავშეკავებულობის გამო, თქვენი შინაგანი კულტურის და ღირსების გამო ეს ადამიანები თავს გავიდნენ როგორც ჩანს და მიჩვეულები არიან იმას, რომ გასდით და ბავშვის არ იყოს გამდისდავ ტირივარო, ზუსტად ესეთი სიტუაცია შეიძლება იყოს და საჭიროა აჩვენოთ ვინ არის მთავარი ოჯახში. ანუ ხართ თქვენ და თქვენი პარტნიორი, თქვენი წყვილი, თქვენი მეუღლე და არ აპირებთ ამის დათმობას. აქ არის თქვენს დამოკიდებულებაზე ლაპარაკი და გამოიჩინეთ მეტი აქტიურობა, მეტი ძალა შინაგანი, აჩვენეთ ვის მიყავს პარადი, ასე ვთქვათ, ამ ხალხს და ვინ არის მთავარი და თქვენს პარტნიორსაც დაუმტკიცეთ, რომ ძალიან გიყვართ, ის არის თქვენთვის ძალიან ძვირფასი და არავისთვის არ აპირებთ დათმობას თქვენი ოჯახური ბედნიერების და იმ თქვენი ადამიანის დათმობას არ აპირებთ ვიღაცების ენების და ჩარევების გამო. მაშინ ასე გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. გაქვთ რაღაც იდეები, რაღაც გეგმები, ხართ ძალიან რომანტიულ განწყობაზე, შეიძლება აი უფრო შეყვარებულობის პერიოდი შეიძლება გაქვთ, უფრო მეტისთვის, მეტი მაყურებლისთვის ასე რეზონირდება. ოცნებობთ რაღაცაზე, შეიძლება რაღაც ინფორმაციას ელოდებით და ეს არის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ვნახოთ მეტი კონკრეტიკა. დიახ, ჩემო კარგებო, აქ არის უფრო აი თანამედროვე ჟარგონით ვიტყვით, თორემ ჩვენ ულამაზეს ქართულ ენაში ყველა სიტყვას და ყველა სიტუაციას აქვს შესაბამისი, რა თქმა უნდა, სიტყვა
და გული მწყდება სულ ჟარგონებს რომ ვიყენებთ, მაგრამ როგორც ახლა ახალგაზრდებს ესმით, ვცდილობ იმათიანითაც ვილაპარაკო, ქრაშზე უფრო, აი ქრაშს რასაც ეძახით, ამაზეა ლაპარაკი. ჩემო კარგებო, აქ არის შეყვარებულობის პერიოდი, გიყვართ ფარულად, გიყვართ ჩუმად, ცალმხრივად შეიძლება, იმიტომ ვიძახით, რომ ჩვენ არ ვიცით ხა იმ ადამიანის დამოკიდებულება თქვენს მიმართ, მაგრამ არის ემოცია გრძნობა, რომელსაც ფარულად გულში ატარებთ. დიახ, ეს არის ძალიან დიდი სიყვარული. ეს შეყვარებულობას ვინჩივის, რომ პეპლები მუცელში და ეიფორია, ამაზე არ არის ლაპარაკი, აქ ძალიან დიდ სიყვარულზეა ლაპარაკი. დასტის ძირზე გატეხილი გული მაქვს, ფაქტია, რომ ჯერჯერობით საპასუხო ემოციას და მოქმედებებს ვერ გრძნობთ ამ ადამიანის მხრიდან და ნახოთ რა დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში და ამ ადამიანის გულის მოგებაში. ერთ მნიშვნელოვნად აქ არის ცალმხრივ სიყვარულზე ლაპარაკი, თანამედროვე ენაზე, ახალგაზრდებისთვის ვიტყვი ქრაში და თუ ჩემო კარგებო, ჩემო ლამაზებო, საამაყო თაობაო, ხართ ძალიან ლაღები, ძალიან კარგები, განათლებულები, მაგრამ ძალიან ბევრ ჟარგონს იყენებთ, ბარბარიზმებს, უცხოურ სიტყვებს და ჯობია აი ეს აღტკინება, რაც გამოიხატება რუსთაველზე დგომით და თავისუფლებებისთვის ბრძოლით, გამოხატოთ ასევე ენის, ჩვენი ლამაზი ენის დაცვაში და პატივისცემაში და გამოიყენოთ ქართული სიტყვები. ცალმხრივ სიყვარულზე აქ ლაპარაკი და ვნახოთ, განვიხილოთ სიტუაცია აქ, მოდით ჯერ ვიკითხოთ, რა კი ცალმხრივ სიყვარულზეა ლაპარაკი, აქვს თუ არა რაიმე გრძნობა თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენს მიმართ. ჩემო კარგებო, ძალიან გაურკვევლობაშია, გრძნობები აქვს ურთიერთსაწინააღმდეგო. როგორც ჩანს, ამ ადამიანის ცხოვრებაში არის რაღაცა მტკივნეული, ძალიან მტკივნეული გამოცდილება. ან არასწორად ხედავს თქვენს დამოკიდებულებას მის მიმართ. ანუ თქვენ ხართ მასზე უზომოდ შეყვარებული, მაგრამ მას რატომღაც სხვანაირად ეჩვენება ეს ყველაფერი. გრძნობებს რაც შეეხება, სამი უფროსი არკანი ერთ კითხვაზე, რა თქმა უნდა, გრძნობაზე როცა ვეკითხებით, აქვს თქვენს მიმართ სერიოზული ემოცია, გრძნობა, ესე იგი, როგორც გამოდის, ეს არ არის ცალმხრივი სიყვარული, მაგრამ არის ძალიან დიდ გაურკვევლობაში და აი ამ ვარიანტის ფლობელებს, ასე ვთქვათ, ვიზეც რეზონირდა, ვისთვისაც მისაღებია ეს და ამოიცნო თავისი თავი, გირჩევთ მიმართოთ პირად კონსულტაციას. იმიტომ რომ აქ შესაძლებელია რაღაც კარმული კვანძები იყოს, რაღაც გაკვეთილები იყოს, აქ ჩარევასაც, მაგიურ ჩარევასაც არ გამოვრიცხავ, ცოტათი უსიამოვნო შეგრძნებაც წამომივიდა, იმიტომ რომ უკაცრავად ადამიანი არის ძალიან დაბნეული, ძალიან გაურკვევლობაში და აქედან გამომდინარე ყველასთვის ინდივიდუალური იქნება ის პრობლემა, რა პრობლემაც არის ამჟამად თქვენს ურთიერთობაში, რატო ვერ იგებს ეს ადამიანი, ან რა უნდა რას გრძნობს, თვითონაც თავის გრძნობებშიც გაურკვევლად არის და საერთოდ თქვენს დამოკიდებულებას მის მიმართ რატომღაც სხვანაირად აღიქვავს და გირჩევთ მიმართოთ პირად კონსულტაციას. მე მაინც დავსვავ ამ კითხვას თემის ირგვლივ, რა თქმა უნდა და თემიდან გამომდინარე რა დაგეხმარებათ, რაც ჩანაფიქრი ქონა თავიდანვე. რა დაგეხმარებათ ამ ადამიანთან ურთიერთობის მოგვარებაში. ძალიან რთული იქნება ამ ყველაფრის მოგვარება, ჩემო კარგებო, მოგიწევთ სერიოზული არჩევანის გაკეთება, გადაწყვეტილების მიღება, ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესი იქნება. საკმაოდ სერიოზული პასუხისგებლობის აღება მოგიწევთ თქვენს თავზე, მძიმე პასუხისგებლობას, რაც შეიძლება ტვირთათაც დაგაწვეთ. ცეცხლსათიანი, ჩემო კარგებო, არის ტვირთი. ერთი სიტყვით თუ აღვნიშნავთ და აღვწერთ კარტებს, ცეცხლსათიანს ქვია ტვირთი და აგერ ხედავთ კიდევაც იაკიც დატვირთულია ბარგით და თვითონ გოგონასაც ორივე ხელში კიდე ბარგი უჭირავს, ესე იგი, რა თქმა უნდა, არის მძიმე ტვირთზე ლაპარაკი და მოგიწევთ აი ამ ტვირთვის წამოკიდება, ეს იქნება თქვენი არჩევანი, თქვენი გადაწყვეტილება, თუ კი გადაწყვეტთ, რომ ეს ადამიანი ჩემია და არ უნდა გაუშვა
და ნამდვილად თქვენი მხრიდან იგრძნობა ძალიან ძლიერი გულწრფელი სიყვარული. დასტის ძირზე მაქვს პენტაკლების 10-იანი, პერსპექტივაში დაოჯახებაზეა ლაპარაკი და რა მოყვება ამ ტვირთს, ანუ რატო იქნება ეს ტვირთი, ეს არის საინტერესო. ანუ დაგეხმარებათ ის, რომ პასუხისმგებლობა აიღოთ თავზე, ესე მოკლედ რომ აღწეროთ ის პერსპექტივა და მომავალი, რაც შეიძლება მქონდეს ამ ურთიერთობას. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. Toro ჩარევების ალბათობა, ჩემო კარგებო, შევწყვიტავ მესამე ვარიანტის ესე დეტალურად განხილვას, რადგან რაღაცა გარკვეულ პროცენტს, ვისთვისაც მისაღებია მესამე ვარიანტი, ექნება შეხება ნეგატიურ ჩარევებთან, მაგიასთან და ეს რა თქმა უნდა გვაჩვენებს იმაზე, რომ ეს არის ტვირთი, იყოთ მზად იმისთვის, რომ დაეხმაროთ ამ ადამიანს, მიმართოთ პროფესიონალებს, გაწმინდოთ, შეიძლება პროფესიონალის დახმარება არ დაგჭირდეთ, როგორც ასეთი, როგორც წმენდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რჩევები მაინც მიიღოთ ნორმალური, ადეკვატური ადამიანებისგან, თუ კი მაგია ძალიან მძიმე არ არის. შეგიძლიათ რაღაცა მანიპულაციების, მარტივი მანიპულაციების წყალობით თქვენს გაანეიტრალოთ, მაგრამ ამისთვის რა თქმა უნდა დაგჭირდებათ პროფესიონალის მითითებები და რჩევები, როგორ მოახერხოთ ეს ყველაფერი. და პირველ რიგში დაიმახსოვრეთ, ჩემო კარგებო, არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ შავ მაგებს, რომლებიც სოკოებივით მომრავ და მოდაშია, ეხლა რაღაც ეპატაჟური პიროვნებები შავ მაგებად შერაცხვა, ყველას მედიუმი უწერია, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვის მნიშვნელობაც არიციან რა არის მედიუმი და იძლევიან ძალიან ცუდ რჩევებს, როგორ მიიჯაჭოთ, როგორ მოაჯადოვოთ და ასე შემდეგ, არავითარ შემთხვევაში ეს არ გააკეთოთ, ჩემო კარგებო, აქ თუ თქვენს ადამიანზე არის განხორციელებული რაიმე მაგიური ჩარევა, შავ მაგიას შავი მაგია დაამატოთ, სულ დაღუპავთ იმ ადამიანს, ფიზიკურად გაანადგურებთ ალბათ. და თუ კი ვინმე შემოგთავაზებთ, რომ აი სამუდამოდ იქნება და ესე ვიზავ და ისე ვიზავ, შესაძლებელია გააკეთოს, მაგრამ ხელში შეგრჩებათ უსიცოცხლო, უნიათო, უემოციო ადამიანი, რომელსაც არ ექნება თქვენს მიმართ სიყვარული, ეს იქნება უბრალოდ მიჯაჭვულობა და ყველაზე მთავარი, რომ თქვენს კარმას სასწაულად დააბინძურებთ და თქვენ მომავალ თაობებს კიდევ ძალიან დიდ ლაქას დაუხატავთ კარმაში. მე ბევრჯერ შემხვედრია კონსულტაციების და დიაგნოსტიკების დროს, რომ ძალიან კარგ ახალგაზრდებს არ უმართლებთ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ არიან განათლებულები, ლამაზები, ჭკვიანები, ზრდილობიანები, აი ყველაფერი დადებითი პლუსი და იტყვი რომ რატო, იმიტომ რომ წინაპარმა რაღაც მსგავსი ჩაიდინა და ამიტომ 100 ჯერ დაფიქრდით, ვიდრე გადაწყვიტავთ მიმართოთ შავ მაგს საკუთარი ბედნიერების მოპოვებაში დასახმარებლად. ნამდვილად რაღაცა ის იქნება წუთიერი, ძალიან ხანმოკლე პერიოდი ის ბედნიერება სასურველს მიიღებთ, თქვათ ეს ადამიანს მოგაბავენ, მაგრამ შედეგებს არავინ არ აგიხსნით და აგიხწერთ, რომ რა მოყვება ამ ყველაფერს. შევაჯამოთ მესამე ვარიანტი, ბევრზე არის გავლენა, მაგიური ჩარევა და თავით საშინლად ამტკივდა, მაგრამ არის, ყველაზე არ იქნება და ის იმათ ვის სიტუაციაში არ ფიგურირებს შავი მაგია და ჩარევა, მოგიწევთ სხვა ფორმით პასუხისმგებლობის აღება, მაგალითად, ადამიანი ბუნებით არ არის აქტიური და იაქტიუროთ თქვენ გადადგათ პირველი ნაბიჯები, აუხსნათ სიყვარული, არ ვიცი, შესთავაზოთ საკუთარი თავი და ასე შემდეგ, რაც როგორც ჩანს თქვენთვის არის მიუღებელი და ამიტომ გვაჩვენებს კარტი, რომ იქნება მძიმე ტვირთი, ანუ პასუხისმგებლობის აღება, ამას თავისი შედეგიც აქვს, შეიძლება მე რაღაცა პრობლემების დროს წამოგაყვედროთ ხოლმე, რომ აი შენ თვითონ იმას კენი, ასევე შეიძლება მოგიწიოთ პასუხისმგებლობის აღება მატერიალურ სფეროზე, ადამიანი არ იყოს, თქვათ, მშოვნელი ტიპაჟი, ანუ უბრალოდ მშოვნელი, მშრომელი, მატერიალური მდგომარეობა არ ქონდეს სასურველი და სახარბიელო და ამის პასუხისმგებლობად შეიძლება თქვენ დაგეკისროთ და ტვირთად წამოეკიდოთ ადამიანის რჩენა. სხვადასხვა ვერსია შეიძლება იყოს აქ და ამიტომ მესამე ვარიანტს ნამდვილად გირჩევთ მიმართოთ პირადი კონსულტაციისთვის პროფესიონალს, რომ გაერკვეთ კონკრეტულად თქვენ სიტუაციაში. მე კი ყველას გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, მომავალ შეხვედრამდე.